9 საათზე აფხაზეთის ფეხბურთის ისტორიაში გაგრა პირველი კლუბია, რომელიც ევროპაში ასპარეზობს. ამავე დროს გაგრა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მეორე კლუბი გახდება, რომელიც დევნილობაში ევროთასებზე ითამაშებს. რუსეთის და სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის არაერთი მცდელობის მიუხედავად აფხაზეთის სახელით ევროპაში არა ოკუპირებული ტერიტორიის კლუბი, არამედ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გაგრის გაგრა იასპარეზებს. ამ მოვლენას განსაკუთრებულს უწოდებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია. მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმ კუთხითაც ვიცით რომ არაერთხელ ქონდა ეგრეთ წოდებულ სეპარატისტული ხელისუფლების ფეხბურთის ფედერაციის ფედერაციას რო წარმოეჩინა რაღაც არარსებული სუბიექტი. ეს არის სწორედ ის გარღვევა, რასაც ქვია აფხაზეთის საქართველოს შემადგენელი გუნდის წარმოჩენა ევროპულ ჩემპიონატში. 18 წლის წინ ევროთასებზე სოხუმის ცხუმს უნდა ეასპარეზა, მაგრამ საომარი მოქმედებების დაწყების გამო ცხუმი გათამაშებიდან მოიხსნა. იმ გუნდში თამაშობდა გრიგოლ ცავა. ფეხბურთელი ამბობს, რომ გაგრამ აფხაზური ფეხბურთის და მთელი თაობების დიდი ხნის ოცნება განახორციელა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი მილოცავს მეორე დღეა იღებს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. გაგრა გუნდს ეს არის ყველა ადამიანისთვის აფხაზეთიდან არის დიდი დღესასწაული იყო გუშინ რომ ამ გუნდმა ხოლო დიდი წარმატებებს მიაღწია. გაგრის იქ სწორად მონაწილეობა პირველი დასტურია იმისა, რომ ეს საქართველოს და საქართველოს ფედერაციის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს თასის მონაწილე გუნდი უნდა იყოს UEFA-ს და FIFA-ს ტურნირების ასეთად მონაწილე. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ გაგრა ევროპული საფეხბურთო ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა და ეს ქართული ფეხბურთისთვისაც მნიშვნელოვანია. ის რომ ჩვენ გვიყვარს და გვახსოვს და ვაფასებთ ჩვენს ქალაქებს, როგორც არის გაგრა, სოხუმი, გაალიო, ჩამჩირო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ამ კუთხითაც რომ გაიგოს, რამხელა სამუშაო ტარდება საქართველოში. გაგრა პირველი კლუბი არაა, რომელიც ევროთასებზე დევნილობაში ითამაშებს. კვიპროსის ანავთოსისი ამის საუკეთესო მაგალითია. კლუბში ახალი და ისტორიული სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. გაგრამ ევროპაზე თავი არ უნდა შეირწყვინოს. კლუბში რამდენიმე აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელია, ჯანო გაბუნია ერთ-ერთი მათგანია. 3 წლის ვიყავ მე ფინალში ვიცი აიძულების წამოსა და მართლა დიდი პასუხისმგებლობაა და ჩემი აზრით მართლა ჩემი გუნდის ისტორიაში ძალიან დიდი ნაბიჯია. გაწევრების შედეგია და აქედან გამომდინარე შემოუზადებლები არა, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ეს არის ორმაგია, იმიტომ რომ ყველა გუნდს აქვს პასუხისმგებლობა, მithumetes ჩვენ გაგრავებია. ევროპის ლიგის გათამაშებაზე გაგრა მეორე ეტაპიდან როგორც თასის მფლობელი ჩაერთვება და ეროვნულ სტადიონზე ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მასწავლებელ ცენტრ ბასაზე ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სამხანაგური მატჩი გაიმართა გუნდი ხორვატიასთან 3-0 სტუმრად განართავ შეხვედრას. რომლის ყველა გუნდს რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები და ინგლისში მოთამაშე ზურაბ ქიზანიშვილი 30 მაისს შეუერთდებიან. ეს გამართვის სპარინგ მატჩი კი ქეცბაიანოს და გაბელიანოს გუნდის ყველა ფეხბურთელს თავის განაჩენი FIFA time მისცა. საბოლოო შეხვედრა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ნაკრებები ხორვატიაში 2-0 დილით ჩარტებული რეისით გაემგზავრებიან. წარმატებული უსულოებისას და ინდარო რავის არჩევას საქართველოს სახელი არჩევას დაარსებენ და რავის ჩვენ ბიჭებს გვეხება და რაც 30 წელს ახლა პირადად უნდა ფიქრობთ თუ ვიბრძოლე და თუ ვითამაშებთ იმაზე თუ შეძლეთ ყველა დასახელმოწმებას გადაწყვეტეთ მარტივად ალბათ ფიქრობთ შედეგს მივახცეთ თულია აქედან ვადენო გუნდს და თავი და თვითონ მონაწილეობას ვეღებულობ მაგრამ ერთი რაც შემიძლია თქვა იმიტომაც ვარ აქ რომ მინდა გუნდს ყველანაირ გოლში დაუდგეთ ამაჟეც ვიქნები ხორვატიაში ცხადია და რა ვეხა ზოგადად ამ თამაშსაც შეეხება ვიტყოდი რომ იოლი ნამდვილად აიქნა მგონი ყველამ კარგად ვიცით და რამდენიმე წუთში იუმორისტული შოუ დაიწყება ჩვენს ეთერში ვანა ჯავახიშვილის სტუმრებთან ერთად ყველაზე საინტერესო და სახალისო ისტორიები და რასაკვირველია მონოლოგი. რაზე იხუმრებს დღეს ვანო ამას თავად გვეტყვის. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს. დღეს ჩემი მონოლოგიდან შეიწყობ თუ როგორ ჩაიბარა აღლუბზე ახალი საბრძოლო მანქანა დიდგორი მიშა აღმაშენებელმა. მე რამდენად დაარწმუნეს მე ამბობს ოპოზიცია იმაში რომ კედლებს ყურების გარდა თვალებიც აქვს და ვისი ჩაოთი დამთავრდა სიმღერა ბელა ჩაო. დღეს სტუმრად მოვიწვიეთ კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი მარინა ბერიძე, ხოლო მეორე სტუმრად მოვიწვიეთ ყველასათვის საყვარელი იუმორისტი მსახიობი დავით როსტომაშვილი. გარდა ამისა, ჩვენი საინფორმაციო ცენტრი 012
პასუხებს მოქალაქეთა ზარებს. ასე რომ გვიყურეთ და გახსოვთ რომ ამის შოუ მუდამ თქვენ სამსახურშია. მეგობრებო, დიდი მადლობა. მაშასა და ელდოთ ვანოს შოუს რუსთავიერზე. პოლიციელი ბალერინა ექიმი თოქ-შოუს წამყვანი და დიასახლის 6 მომხილავი ქალბატონი მარჯანიშვილის სცენაზე თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. რეჟისორი ციცინო კობიაშვილი ნილ საიმონის პიესას დგამს. დასაკეთებენ ორმოც გადაცილებული ქალები, როდესაც ერთმანეთს მამაკაცების გარეშე ხვდებიან. ნილ საიმონის პიესაში ბავშვობის მეგობრები ყოველ პარასკევს ერთ-ერთი სახლში იკრიბებიან. ერთობიან ინტელექტუალური თამაშით. ერთობიან ზოგადი საუბრებით პოლიტიკაზე, საყიდლებზე, ფიტნესზე, სამზარეულოზე და რა თქმა უნდა მამაკაცებზე. რა თქმა უნდა, როდესაც ეხება მეგობარს, როდესაც მეგობარს აწყენებს, მამაკაცი ერთსულოვანია ყველა. და რა თქმა უნდა, მამაკაცი ყოველთვის დამნაშავეა. თავური სოლიდარობა გახდეს ის სცენაზე. არა მარტო სცენაზე, ცხოვრებაშიც ესეა. მაგრამ რა თქმა უნდა, ობიექტურობას არ კარგად ხედავ. ვაიმე, მე მაგასაუბრებ, პიჟოს მაგას. პარიგია პიჟოს მაგ კაჩას, მაგ ჯუჯა კაჩას, მოიცადე. ცია გადაეცი მაგასო ჩემნაირ ხას ვერასოდეს შევიშოვე. ამ სცენაზე მამაკაცებისადმი ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვს ბანკირსაც და ბალერინასაც, ტელეწამყვანს, ექიმს, დიასახლის და ცოტა არ იყოს მომხეშავ პოლიციელსაც. გულის სიღრმეში კი ყველა ისეთივე სუსტი და დაუცველი გოგონაა, როგორებიც ერთმანეთი პირველ კლასში გაიცნეს. კეთილშობილი მფარველი სჭირდება თითოეულის, გამოწყობილს მაიორის მუნდირშიც კი. დღეს მით უმეტეს ისეთი ცხოვრებაა, რომ რაღაცა ქალებმა ავიღეთ, როგორც პრესაში ერთ-ერთი გმირი ამბობს, ქალებმა ავიღეთ ჩვენ თავზე რაღაც, მე პირადად ესე ვარ, რაღაც ქალებმა ავიღეთ, ტვირთი, ხო, ოჯახის, მაგრამ რას ლაპარაკობ, რაღაცა ცრემლი, რაღაცა ყოველს ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნილ საიმონის პიესაში სულ ჩვეულებრივი ამბავია. დრამატურგმა უცნაური წვლილი თავდაპირველად მამაკაცი პერსონაჟებისთვის დაწერა. მოგვიანებით კი არტისტი ქალების თხოვნით პიესა ქალებს მიუსადაგა. დიალოგები პიესის პირველი ვერსიიდან ამ სპექტაკლის მსახიობებს შეუძლიათ მხოლოდ ივარაუდნენ. არსი კი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იგივე. ქალების ნაცვლად სცენაზე საწინააღმდეგო სქესის პერსონაჟები რომ განმარტოებულიყვნენ. ვისაუბრებენ რაზე? ფეხბურთზე? მე იმედი მაქვს, რომ ქალებზეც ვისაუბრებთ. არა, მაგის გადაწურული იმედი. და ბუნებრივია ეს. ეს ასე უნდა იყოს, როცა ასე არ არის, მაშინ არის მძიმე მდგომარეობა. ფეხბურთი და მანქანა და ეს ყველაფერი არის დამატება იმ ნამდვილზე და იმ თავარზე, რასაც ქვია ერთმანეთში ჩვენი ურთიერთობა და ბოლოს ერთი სიტყვით თავდება სიყვარული. შეუძლებელია ერთი და იგივე იყოს, მაგალითად, როდესაც ქალები პატიჟებენ კაცებს სახლში და სულ სხვა როცა კაცებს მოყავს ქალები, ხო? რაღაც არის ისეთი განსხვავებები, მაგრამ ისეთი ნიუანსებია ქალის ფსიქოლოგიის და ბუნების ცოდნის ეს არის. ქალის ბინების ზედმიწევნით მცოდნე დრამატურგი პიესაში 20 წლიანი თანაცხოვრების თავზე მიტოვებულ ქალს საუკეთესო ანტიდეპრესანტად ახალ სასიყვარულო თავგადასავალს თავაზობს. ახალი რომანის დასაწყებად და ძველი დრამების გასახსენებად. უბრალოდ საჭიროად და საკმარისი მყუდროებისთვის სპექტაკლის დამდგმელმა მხატვარმა ლევან წულაძე მიზოვნა. ამ შემთხვევაში სცენოგრაფის აზრით ამ წარმოდგენის ნახვა მამაკაცებისთვისაც ღირს. მამაკაცებისთვისაც ძალიან საინტერესოა, რომ ვიხდები რა ვიკრიბებიან შემცველი რომელიც გოგოები დავიდებით მოუნება, ეხა ხვდები რაც ნიშნავს გოგოების დაждობა და რა დღეში ვართ იქ ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენს პროგრამაზე. ლაპარაკობენ განმარტოებისას ყოფილი და მოქმედი ცოლები, შეყვარებულების საყვარლები და უნივიდოების რჩენილები. ხვალ მარჯანიშვილში ქალების პრემიერა. წარმოდგენაზე მამაკაცები დაიშვებიან. ასე იყო დღეს მთავარი თემები და კურიერის რასაძე ჩვენ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.